გაერთიანებული ევროპა დაამარცხეთ მეორე მსოფლიო ომში. ეგ გადაობა იყო? არა. გაერთიანებული ევროპა დაამარცხა, ჩვენ დავამარცხეთ. ანუ სტალინმა დაამარცხა გაერთიანებული ევროპა. ანუ ფაშისტები იყვნენ ის გაერთიანებული ევროპა. კი. ხო, რავი. და მე მეგონა გადაობა იყო, მაგრამ რავი, გავავრცოთ, ხა გინდა ეს თემა? 100.000-მდე ფრანგი ომობდა ფაშისტების მხარეს. ანუ იქ რო იყო რომ აი წინააღმდეგობა და საფრანგეთი იქ რაღაც აკეთებდა, ეგ იყო მიზერული და უმეტესობა ჩვეულებრივად ვერმახტის მხარეს ომობდა. ჩეხოსლოვაკია იქნებოდა, უნგრეთი იქნებოდა, ეგ ყველა ომობდა ამათ მხარეს. ერთადერთი ეგ არის როგორი манипуляცია რო ხა შენ გაერთიანებული ევროპის ბრიტანეთი სად იყო მოკავშირეების ბრიტანეთი იყო ერთადერთი მოკავშირეებმა დაამარცხეს და სტალინმა დაამარცხა. სტალინი იყო მოკავშირე ერთ-ერთი კი, რომელსაც წვრილი ჰქონდა, მაგრამ ეგ არის ზურა რუსული ისინი სენტიმენტები, რომელსაც გაბრალებენ და მე რეკ წინს. ანუ ამას ეხა რა ის აქ იცი რომ მე რო ვახსენებ რომ უმაღლესი მხედართმთავარი ჯარის რომელმაც ძირითადი სამუშაო გაწია ქართველი იყო დაზვერვიში მე ქართველების წინააღმდეგი ვარ არა მე შენ მაგაზე იმიტომ გაქვს რომ ეგ რახან რაღაცა რუსეთთან კავშირზე მიდის ამიტომ მაგაზე არ ვილაპარაკო ისეთი საოცრება ბაბუაჩები დაჭრილია და ბაბუაჩების მოგვთ არის ისეთი საოცრება თუ შენ გარდა არავის არ მოგისმენია და იმიტომ კი და არ მე მარტო შენ ამბობ მაგას თუ ვინმე ამბობს კიდე მე მაგალითად ვთვლი რომ და რავი ეგ ფორმულირება ვინმე მეცნიერისა ვინმე გააქვს შეხო ერკვევი მაგეებში მე მაგალითად მაგას რო ვამბობ მივდივარ რაღაცა პოლიტოლოგიური ანალიზით, ხო? არა, ვინმე სულთქავს ეგეთი რამე რავი, არ მაინტერესებს ვინ თქვა. მე გაინტერესებს რომ მოხავს ხოლმე მაგალითად. ჩათვალე რომ ზურა მახარაძის საავტორო ფრაზა ეგ მინდოდა. ეგ მინდოდა რომ გაერთიანებული ევროპა დაამარცხა სტალინმა. всё, გავიგეთ. აღარ არის სალაპარაკო. აი, ინგლისი, აი, მოდი დავამატებ. ინგლისის გამოკლებით გაერთიანებული ევროპა დაამარცხა სტალინმა. ძალიან კაი იყო რომ დაამარცხა უნივერსალური მაგალითად.